აი ეს იყო ჩვენთვის ყველაფერი. აი ამბერიწის უნახავი მეგობრობა გაგვიახსნას ყველაფერი. უღრმესი მადლობა ყველას, რადიო, ტელევიზია, კულტურის სამინისტრო, განათლება, ყველას უღრმეს დიდ მადლობას მოგახსენდა. ემოციები. ისე ვარ ემოციებით სავსე. ისე ვარ, აი შეიძლება გული გამომივარდეს საგულედან. მე დღესაც მუშაობ ისეთ სპეციალობით, რომ მომავალ თაობას ვზრი. ვოკალის სპეციალისტი ვარ და ვასწავლი სასწავლებელი სკოლაში და უნივერსიტეტში, ხელოვნების უნივერსიტეტში. ასე რომ შორს არ ვარ ამ საქმიდან და აი ამ სცენაზე აქა. მაშინ ასეთი ლამაზი კი არ იყო, ეს დარბაზი იყო. ბათუმის მენავთობითი კულტურის სასახლე. 5 წლის ვიყავი. აი 5 წლის მერე ვიდექი აქ ამ სცენაზე და მღეროდი და ნუ იალქანის პერიოდი ხო ჩემთვის არ ვიცი რა გითხრათ რა იყო. ეს იყო ჩემი სიცოცხლის აი პიკი, მწვერვალი. მამაღლა ვიტყვი, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი, რომელიც დაფინანსდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ. და კიდე დავუმატებ, ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესოდ გაკეთებული ფილმი, რომელიც რამ ყოფილა ამ ბოლო დროს ბათუმის ისტორიაზე, მუსიკის ისტორიაზე, აი ამ ცოცხალი ადამიანების ისტორიაზე და წარსულზე, რომელიც ძალზე დღევანდელია. იმიტომ არის დღევანდელი, რომ მე ამათ თვალებში ვხედავ იმ სიხარულს, რომელიც განიცადეს 50 წლის უკან და რომელიც დაუბრუნდა დღეს ამ წამს. დილომ გადაწყვიტა, რომ მუსიკალური ცხოვრება ამ ქალაქის ღირს იმათ, რომ არ დაიკარგოს და ითქვას მასზე ბევრჯერ. რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ილაპარაკოს და ჩვენი სიტყვა ამ კუთხით ვთქვით, რომ ეს იყო ანსამბლი, რომელიც უნდა დარჩეს ისტორიას. მართალია ფირები არ არსებობს და ვიდეო მასალა, მაგრამ ხმით შევძელით მე მგონი იმის გადმოცემა, რაც იყო იმ დროს და ხმით რომ შევძელით გადმოცემა, ესე ჩვენი მისია, იმიტომ რომ რადიოში რომ მუშაობ, ხმით შეგიძლია თუ შეგიძლია რამეს გაკეთება. თავდაპირველად არ იყო მართალია ვთქვა, თავდაპირველად არ იყო ასეთი ჩანაფიქრი, გვინდოდა მოკლე ვიდეო რგოლების გაკეთება, მაგრამ მადა ჭამაში მოდის, რომ ნელ-ნელა, როდესაც ეს კალბატონები დავიბარეთ და მათ წერდით, ისეთი ღირებული მასალა შეიქმნა, რომ ამის დაკარგვა არ შეიძლებოდა და სწორედ აქედან გამომდინარე მივიღეთ შემდეგ ის ფილმი 45 წუთიანი, რაც მივიღეთ, რადგან ეს ძალიან ღირებული იქნებოდა, რადგან ამ ადამიანებმა შექმნენ ეპოქა, შექმნენ ღირებული მასალა და პრინციპში სწორედ ამ ადამიანების დამსახურებაა ის, რომ დღეს ბათუმი მუსიკალური ქალაქია. და საერთოდ ცხოვრება რა დადებითი ემოციებით უნდა იყოს დამოხტული და ჩვენ ამ პროცესმა, რომელიც გავაკეთეთ ყველა ეტაპი, ეს არქივში მუშაობა იყო, მონტაჟი იყო, ჩაწერა, მოლაპარაკებები თუ რა, იმდენი დადებითი ემოცია მოგცა, რომ ეს ძალიან დიდხანს გაგრძელდება და ზუსტად ამ ემოციებისთვის ეს ძალიან დიდი შრომა ღირდა. ასე რომ მადლობელი ვარ ამ პროექტის რომ და იდეის რომ გაჩნდა საერთოდ და ნუ როგორი გამოვიდა ეს უკვე შეაფასებს სხვები. ისიც არის მნიშვნელოვანი, რომ ეს ერთი ფილმი არ მომზადებულა ამ პროექტის პარკლებში, კიდე არის 5 ფილმი და ნახოთ მომავალ ფილმებს რა ბედი ეწევა.